თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა საკრებულოს უმრავლესობა პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. პეტრიაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში მერია მოსახლეობასთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთ პროექტს მოამზადებს, რომელსაც საკრებულოს 11 მარტამდე წარუდგას. თუ ამ შემთხვევაში საკრებულომ დოკუმენტი არ დაამტკიცა, არ არის გამორიცხული კანონმდებლობის მიხედვით ცენტრალურმა მთავრობამ საკრებულოს შემადგენლობა დაითხოვოს. ასეთ შემთხვევაშიც 2014 წელი ასეთ პირობებში თბილისისთვის იქნება დაკარგული წელი. გამომდინარე იქიდან, რომ თუ ახალ არჩევნებიდან ბიუჯეტი არ დამტკიცდა, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი, ყველაზე ადრე ბიუჯეტი შესაძლებელია დამტკიცდეს უკვე ახალი საკრებულოს მიერ ივლისის თვეში და ივლისის თვეში დამტკიცებული ბიუჯეტი ნიშნავს იმას, რომ არ აშენდება ახალი ესტაკადები, არ აშენდება ახალი ბაღები, არ აშენდება ახალი მედიათეკები. ვერ მოხერხდება პეკინის და სარაჯუშელის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც გაწერილი იყო. ეს ყველაფერი გაწერილი იყო 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში. ჩვენ შევეცდებით 11 მარტამდე შევადგინოთ კიდე ახალი პროექტი ბიუჯეტის. ჩვენ უკვე ამ კვირიდან ვიწყებთ სხვადასხვა განხილვებს მოსახლეობაში, მათ შორის განხილვები იქნება 10-ვე გამგეობაში. რა თქმა უნდა, თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩნდება ახალი შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით და ამ პროცესს უკვე დასასრული არ უჩანს. მოუწოდებ თბილისის საკრებულოს, რომ ყურადღება მიაქციონ ამ პროცესს. ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ ეს არის უკვე პოლიტიკური პროცესი და აქ უკვე ადამიანების ინტერესების გათვალისწინება არ ხდება. ბიუჯეტი ეს არ შეიძლება იყოს, თქვათ, რეალურად პრობლემა ამ დისკუსიის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული პრობლემა, რადგანაც ის ბიუჯეტი, რაც არის წარმოდგენილი, არ არის თქვათ ისეთი ცუდი ან არ არის ისეთი შენიშვნები წარმოდგენილი, რაც შესაძლებელია საფუძველი გახდეს ბიუჯეტის არ მიღების. თუ ნამდვილად არსებობს საკრებულოს მხრიდან ნება იმისა, რომ მართლაც კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყდეს ეს საკითხი, ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ წარმოვადგინოთ ჩვენი თქვათ პოზიციები.